მოგესალმები დადგა კვირა დღეს საღამოს 10:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა მოვიკითხო ყველა ის ადამიანი ვინც ამ გადაცემას ელოდებოდით ყველა ის ადამიანი ვინც მარტო ხართ ან რაღაცა გასაჭიში ხართ პრობლემები გაქვთ და რაღაცა შველას ელით და რაღაცა გინდათ რომ ხვალინდელი დღე ლამაზად გაგითენდეთ აუცილებლად მინდა გისურვოთ რომ აი ეს ყველაფერი გათენებული იყოს თქვენთვის ხვალ ლამაზად და აი ამ მოძღვრებისგან ვინც ჩვენგან მოდიან და იმ კითხვებიდან ჩვენ პასუხი გამოვიტანოთ და კარგი რჩევები მივიღოთ და დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ის ადამიანი ვიზიანაც აუცილებლად კარგ და საუკეთესო რჩევებს მე თვითონაც და ყველა ჩვენი მსმენელი იღებს და ჩვენი სტუმარი გახლავთ მამა დავით ციცქიშვილი რომელმაც მოგვანატრა თავი და ესე მოხვედით მოგზავნით მამაო დიდ მადლობას მოგახსენებთ გაიხარეთ მეც მადლობა რომ მომიწვიეთ სტუდიაში და კიდე საშუალება მაქვს თქვენ გადაცემაში მონაწილეობის. დიდი მადლობა მამო ყოველთვის გვახარებთ ხოლმე და იმ ადამიანებს ვინც ზოგიერთი მარტო ხართ ზოგიერთ ადამიანს ბევრი დარდი გაქვთ თავის პრობლემა იმედი გაგიცურათ ბევრი ადამიანმა იცოდეთ რომ არც არ იქნები თქვენ მარტო და სანამ ეს გადაცემა იარსებებს სანამ ეს ადამიანები იასებებენ ვინც აქ სტუმრობენ იცოდეთ რომ ჩვენ შევეცდებით ყველანაირად რომ თქვენ იმედები ჩვენ მაინც გავამართლოთ და დღევანდელი თემა არის ესეთი რომ იმედი რაღაცა ვახსენე ბევრ ადამიანს იმედის უცრუებს ბევრი ადამიანი გარემო აი რაღაც ვითარება პრობლემების ქვეშ ვართ იმიტომ რომ ვიღაცამ იმედი გაგვიცრუა ვიღაცამ რაღაცა ისე ვერქნა როგორც ჩვენ გვინდა და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მამაოს კითხავ იმიტომ რომ ჩვენთვის ბოროტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ჩვენ ვიღაცამ იმედი გაგვიცრუოს სულ რაღაცა ჩვენ ცხოვრების ყველაზე მაღალ საფეხურზე ვიყოთ იმას მაინც ვიპოვით ვინც ჩვენზე ზემოთ არის და იქ კიდე იმედს გვიცრუებს და ბოლოს ამ იმედგაცრუებულ ადამიანს აღარაფერი აღარ დარჩენია დეპრესია და ასე შემდეგ და ჩვენ როგორ არ ავიდეთ ამ დონეზე როგორ მივახციოთ იმას რომ თუნდაც ის ადამიანი ვისაც თუნდაც რაღაცას გაუკეთებთ მამაო რაღაცა ვიცოდეთ რომ ყველაფერს ჩვენ თავს უკეთებთ და მე შემდეგ რომ არ გაგვიცრუდეს იმედი ან რომ არ ვიყოთ რაღაცა გულნატკენი იმიტომ რომ მთელი საქართველო გულნატკენია იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოს ჩვენ და სამწუხაროდ ვერ ნახეთ ჩვენს ირგვლივ ის ადამიანები ვისაც დაიხდომობით ბოლომდე ვინც არ გაგიცრუებს იმედს და ვინც იქნება შენი და გეტყვის რომ შენ მარტო არ ხარ იმიტომ რომ აი იცით რატო ამბობ აი ბოლო წამს დავამატებ მამაო და მინდა რომ ძალიან ბევრი ისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით აი ხა მე გათავშირო გადაცემაში ადამიანებს კითხულობ ძალიან ბევრი პატრონი გამოუჩნდა ამ მოკითხვას ეს იმას ნიშნავს რომ ბევრი ადამიანი არის მარტოდ და უიმედოდ დარჩენილი და ეს ცუდი არის ჩვენ ქვეყანაში რომ ესე ხდება და ნუ ხალხიც ხვდებიან და ხანდახან მეუნებიან ხოლმე რომ ის დავშირო ადამიანებს კითხულობ ხანდახან ერთი კვირა ყოფნისო იმიტომ რომ შეიძლება ერთი კვირის მანძილზე აი ამის იქით კიდე არავინ არ მოგვიკითხოსო რა და ძალიან გული მწყდება რომ აი ამის იმედად შეიძლება იყოს ადამიანი მე კი არ დავიზარებ და მე კი ყველას მოვიკითხავ მაგრამ რატო უნდა იყოს აი ესეთი თბილ ქვეყანაში ესე მიტოვებული ესეთი იმედგაცრუებული და დამცირებული ადამიანი ხო სხვა ადამიანებისგან და რა ვიცი იგული მყოფთაგან თუ შეიძლება მამა ამას რო შევეხოთ იმიტომ რომ ადამიანებს რო გული ტკივათ საქართველოში მე არ ვიცი ესე თუ სადმე ტკენენ კიდე გულს ეს ვამბობ არა მარტო მთავრობიდან ოჯახებში უკვე თორე მთავრობას ვიღა დაეძებს ახლა მთავრობა და ვიღაც ადამიანები რო გულს გატკენენ და რაღაც შეურაცხყოფას მოგაყენებენ ეს კიდე ცალკე საკითხია ეს დიდი პრობლემა სამწუხაროდ ანუ ბევრი ადამიანი მარტო დარჩა და მომკითხავი გულშემატკივარი ნაკლებად არის ჩვენი ეპოქაც ამას ხელს უწყობს ცეტრა არის საბოლოო ჯამში მაინც ძალიან მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი მაგრამ ფინალი რა არის ადამიანის ცხოვრების ეს არის რჩება ის და ღმერთი ოჯახი ყავთ შვილები ყავთ შვილიშვილები ყავთ მაგრამ ნუ გადის წლები 60-70-80 წელი საბოლოო ჯამში მაინც ადამიანი მარტო რჩება მარტო ის და ღმერთი ასე რომ ფინალი მაინც ჩვენი არის მარტოობა მაგრამ მე გეთანხმებით ერთი არის 80-90 წლის ასაკში რომ მარტო დარჩები და ცხოვრების ბოლო ეს არის მაგრამ მეორეა უკვე როდესაც წლებით ახალგაზრდა ხარ და
სამწუხაროდ მარტო ხარ. იცით რა არის მე მეგონი თქვენ გადაცემაშიაც რამდენჯერმე გავიმეორეს და მიწევს ხოლმე ამაზე ხაზგასმა. სულ მახსოვს აკაკი წერეთლის გამონათქვამი. ეს რამ აღნიშნა რომ პატარა რო ვიყავეო ჩემზე უფროსიო ყველა ღირსეული მეკონაო რომ გავიზარდე მე ხვდი 100-დან 4 არის ზოგადად. მრავალ არიან ჩინებული მცირედ რჩეული საერთოდ ყველა ეპოქაში ღირსეული ადამიანების ნაკლებობა იყო დეფიციტი. და ეხლა მით უმეტეს 21 საუკუნეში, იმიტომ რომ ძალიან გაუფესურდა ბევრი ღირებულება საერთოდ უფრო ფერფთალი და პატარა ადამიანები წამოვიდნენ ვიდრე ადრე იყვნენ თუნდაც ჩვენი მამების, ბებიების თაობაში. ჩემი აზრი ესეთია და მე კიდევ როდესაც მოდიან ხოლმე ჩემთან ვცდილობ რომ ერთგვარი სულიერი იმუნიტეტი განავითარო. კერძოდ რას ვამბობ? რომ შევაჩიო იმ აზრს რომ ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუება ექნებათ. ადამიანები მათ გარშემო დაუშვებენ შეცდომებს, სერიოზულ შეცდომებს. ცოტა შეიძლება ყურში ხვდება ეს სიტყვა, მაგრამ ჩაიჭრებიან. აი, როდესაც განსასწრელი მოდის და კრიტიკული ვითარება ბევრი ვერ ამჟღავნებს დიდ პიროვნულ თვისებებს და ეს არის ჩვენი ცხოვრება. მათ შორის ეკლესიის წიაღშიაც ახლა არ არის დასამალი, ზოგს იდეალურად წარმოუდგენია ეს ყოფა და საგვარიცად ბევრჯერ მქონე მე იმედგაცრუება და წარმომწონები ის რაც შეეხება ეკლესიის წევრებს. და გადამებიჯებია ამის თვის და იმ შეგნებით ყოფილა რომ უფალი უშვებს აი ამ განსასწრებას და მიყურებს თვის აბა იმ ცუდი შემხედარე დაგვრჩები თუ არა ეკლესიაში და თუ წავალ ახლა არ არის აქ დასამალი რომ ზოგიერთი ესე პრიმიტიულად ვიჯელობს აი სასულიერო პირმა ის გააკეთა შეცდომა დაუშვა და ასე შემდეგ და მე რა მინდა ამ ეკლესიაში ეს ცნობილი ასე ვთქვათ გამონათქვამი და პრობლემაა. ჩემთვის ესეთი ადამიანები ყოველთვის პრიმიტივებს წარმოადგენდნენ. იმის მიღმა რამდენი ღირსეული სასულიერო პირია და მე ეხა ცუდი და კარგი ყველგან არის და შემთხვევით ამის გამო ეკლესია დაკარგე არა ეს არის შენი გონება შეზღუდულობის მაჩვენებელი და თავის შემთხვევებში საკუთარ თავს ამართლებენ თავისი ზარმაცას ეზარებათ ეკლესიის სიერული უფლისწესების შესრულებას და რაღაც საბაბს მოიგონებენ ხოლმე და ამ საბაბს რაღაცნაირად მიყვებიან. მაგრამ ნუ ყველაფრის მიუხედავად რაც გითხარით ჩვენი ყოფა ესეთია. ფრანკლი იყო ესეთი დიდი ფსიქოლოგი სტრაუსას ამბობდა რომ ადამიანად ხის განმავლობაში გაცილებით მეტ უარყოფით ემოციას განიცდის ვიდრე დადებითს. აი ესე არის სამყარო მოწყობილი. ისე გავიმეორებ იმ ფრაზას რომელსაც ხშირად ვახსენებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად შიფრავს აი ამ ჩვენი მიწიერი გარემოცვის არსს ეს სიტყვა ეს სოფელი ბოროცაზე დადგას და რას ნიშნავს ბოროცაზე დადგას რომ უარყოფითი უსამართლო სასტიკი გაცილებით ჭარბობს დადებითს. უფალმა დაუშვა ეს ჩვენ არის სცენარი ჩვენ ხوار დაგვიწერია და დაუშვა ისე იმიტომ რომ ჩვენ გამოვიცადოთ. ეს შემთხვევა სომახსენდება ექვთიმე თაყაიშვილის, ექვთიმე ღვთისკაცის. უჭირდა საოცრად და ერთი ნივთიც კი არ გაყიდა თავისი ერის აგანძურიდან. მაგრამ ეს განსასწრელი არ ყოფილიყო რა, მისი დიდი პიროვნება ხო არ წარმოჩნდებოდა რა.
უამრავი ადამიანი დაივიწყა ერმა და საერთოდ არ ახსოვთ მინისტრები, დიდგვაროვნები, საზოგადო მოღვაწეები და ეს კაცი ცოცხლობს ხსოვნაში, რატო? იმიტომ რომ აი მძიმე განსასწრებმა მისი დიდი პიროვნული თვისებები წარმოაჩინა და წმინდანი გახდა. და ერთს დავამატებ კიდე, რომ იცით ჩემი დაკვირვებით აი როცა გიჭირს მარტო გზნობ თავს გარშემო ადამიანები ამჟღავნებენ გულგრილობას სითბო არ მოდის მათგან ყურადღება და ასე და ასე შემდეგ. იცით რა არის ვინც მიენდობა უფალს და იმსახურებს მაინც ვიღაცა გამოჩნდება. უფლის თანაგზნობას იგრძნობ. და ხვდები რომ ეს არის უფლის უზენაესის წყალობა. მე ესე ვიტყოდი. იონე კიბის აღწერელი ამბობს საოცარ სიტყვებს, რომ ერთია უფლის განჭვრეტა. იგი ყველა შეეხება. მეორეა მისი შეწევნა. შეწევნა მოდის მასთან ერთგულებთან. მესამეა დაცვა, რომელიც იმ ადამიანებთან მოდის, რომლებიც განსაკუთრებით ერთგულები არიან. მეოთხეა ეს დიდი წმინდა მამა ამბობს უფლის ნუგეში. იგი მოდის უფალთან მომუშაკეებთან, უფლისთვის მომუშაკეებთან და მეხუთე არის უფლის წყალობა და იგი მოდის ღმერთის მოყვარულებთან. რატომ დავიწყე ეს საუბარი, რომ ჩემი დაკვირვებით აი ვინც სწორად ცხოვრობს ქრისტიანულად, არა, აი ეგეთ თუნდაც რთულ ვითარებებში, როცა მარტო გზნობ თავს, როდესაც შეიძლება შენ ცხოვრების აზრს ვერ ხედავ, როცა იღლები და ძალა აღარ აქვს გაუძლო ამ ძიმე ცხოვრებას, ვინც უფალთან რჩება და სწორად ცხოვრობს, მალევე მოდის შეწევნა და დახმარება. და ვინც შორს არის ღმერთისგან, უნდა ვიფიქროთ, რომ მასთან ეს წყალობა ღვთის უფრო ნაკლებად მოდის და აგვიანებს. ესეც დიდი ჩანაფიქრია უზენაესის, რომ მიუთითოს რაღაც არის მის ცხოვრებაში შესაძლებელი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და ხშირ შემთხვევაში ხა ადამიანები როგორ არიან იცით, რომ ანუ შეიძლება უცხო ვერ გაწყენინოს რა ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა უცხოსგან არ გწყინს, გწყინს იმისაგან, ვისგანაც ელირო არ გაწყენინებს და გაწყენინებს, ხო, რა თქმა უნდა შინაური, აი ვისთვისაც შეიძლება მთელი სიცოცხლე დათმო. მე ამას ძალიან ბევრჯერ ვიმეორებ და ძალიან ბევრი კითხვაც არის ახლა ალბათ ჩვენი სმენელის და მაგიტომაც გისვამ, რომ ვისგანაც არ ელოდები ზუსტად შეიძლება იქიდან წამოვიდეს ის შენი დაუფასებლობა და ვისგანაც შეიძლება საერთოდ არ გაინტერესებდეს, იქიდან წამოვიდეს დაფასება და აქედან მე იგზენ ხოლმე ახალ მეგობრებს, ახალ თანამოაზრეებს. ეხლა აი შეიძლება ხდება ხოლმე, რომ აი ქუჩაში უბრალოდ არაეკლესიური ადამიანი, ხო? საერთოდ შეიძლება ეკლესიასთან ისეთ შეხება არ ქონდეს, მაგრამ აი გავგაჩერებს ხოლმე, აი უბრალოდ ქუჩაში როდგანა, ხო თქვენთ აი ისე რაღაცას გეტყვის, რომ ვერც ერთმა შეიძლება ეკლესიურმა ესე ვერ იკითხრას. და შეიძლება ეკლესიურმა გამაჩეროს და მითხრას, იცი რა გიორგი ეგუში რო თქვი ის არ მომეწონა რაღაც. ის არ დაინახო სიტყვაზე. ეკლესიურმა შეიძლება მადლობა არ გადაი, ნუ ეს ბჭყალებში ხლა ეგ ეკლესიური თუ ქვია მაგ ადამიანს, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ. აი ელის სიტყვაზე რომ აი ხა გადაცემა რომ მორჩება მამა დავითს ვიღაცა ეტყვის რომ აი რაღაც. და შეიძლება პირიქით ვიღაცა მოვიდეს ქუჩიდან, საერთოდ ეკლესიაში ნამყოფიც რო არის. ეს ხდება მამა ოჯახებშიც. აი სახში შეიძლება აი წარმოიდგინეთ მთელი სიტუაცია, შვილები, ყველას ემსახურო რაღაცა და მეზობელს აი ერთი აი მხელა თებში მათ რომ მორჩებათ ის გააწოდო და იმან უფრო მეტი მადლობა გითხრას ვიდრე სახში აი ვისთვისაც მთელი ცხოვრება დათმე და ვისაც ამზადე ვიდრე იმ ხალხმა. ეს არის ადამიანებში აი ყველა შეეგრე ხდება რაღაცნაირად და ბოროტი მამო მე რამე და აი ამით თქვა რომ
მე ამ ადამიანებს გული წყდება და აი ამასთან დაკავშირებით მინდა თქვა რომ რატო არ უნდა დაგწყდეს გული, იმიტომ რომ მე მაგალითად ხშირად ხდება ხოლმე როცა უარყოფით რაღაცას ვიღებ სიტყვაზე, ხო? ვიცი რომ მაინც ბოლოს ღმერთი გამეხმარება და მე მაინც ბოლოს თქვენი თქმის არ იყოს ღმერთისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს და პირველ რიგში საკუთარი თავისათვის. და წნარდები რომ მე ვიღაცაზე ნაწყენი არ დავჭერ. ამ შემთხვევაში მამაო, იმ ადამიანებმა აი რა ქნა, როგორ უნდა შეხედონ, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ დღეს შენ არ გააკეთო ყველაფერი სხვა ადამიანისათვის. ანუ იყო ეგოისტი, ყველა მაგას ფიქრობს, რომ მოიცა რა, ტყილავ წვალობ. ეხა ვინ დაგიფასებს ამას შეხედე და მაგალითად მოყავს თავის შვილი, აი ამან არ დამიფასა, იმან არ დამიფასა და ეხა ვიღაცა დამიფასებს და ყველა სახში ზის უკვე ამის გამო და აღარავის აღარ უნდა არც იკეთს გაკეთებ არც არაფერი, იმიტომ რომ მომავალში სანანებელი არ გავხდეს, მამაო, მესმის ამ ხალხის სრულად. იმიტომ რომ თუ ხვალ უნდა ვინანო, მოდი რა არ გავაკეთებ რა, ჩემთვის მაინც არ მოვიკლებ ან საერთოდ სანანებელი რო არ გახდეს არ გავაკეთებ რა. იმიტომ რომ ვისაც შვილმა არ დაუნახა, მამა ხო ძალიან რთული არის რომ ვიღაცისგან ელოდოს. მაგრამ საცხოდ ეგრე ხდება. შენიანი ვერ დაგინახავს იქ ვიღაცისგან მოდის ის ნუკეში. აი ამ შემთხვევაში მამაო ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ყველა ადამიანი საკუთარ თავზე ცდის ამ ყველაფერს რა. იცით რა არის ხა ბევრი ასე ვთქვათ გვალი კითხვაა და ბევრი პასუხი შეიძლება ამას მოიგოს. თან ბევრი ასპექტი იყო აი ამ კითხვაში. მაშინ როგორ დავიწყებ იქიდან, ხო, კი ბატონო, დავიწყებ იქიდან რომ უფალი ხშირად გვამდაბლებს სხვადასხვა მიმართულებით. არ არის ხა დასამალი რომ თითქმის ყველა თulis რომ საკმარისად კარგი ფსიქოლოგია და ცხოვრება მასწავლა ადამიანების გამოცნობა. ხო და მე პირველი შტაბეცილება მაინც პირადად მე რამდენჯერ დამართნია რომ უარყოფითია და მე გადის დრო და ისეთ თვითონ აღმოაჩენ იმაში რომ ისე გამოგიდგება გვერდზე რომ თვლი რომ აი როგორ ვწდებოდი და რაც თქვი ვიღაცისგან რაღაცას ელი თავაზიანია კულტურულია თბილია ყურადღებიანია და გაჭირვების დროს უცებ ისეთ მოგვერდს გაგიკეთებს რომ ასე ვთქვათ კინოულია შენთვის ცხოვრება ამით უფალი გვამდაბრებს რომ გაჩვენებს რომ ზედმეტად არ ვინდოთ საკუთარ თავს ეხლა იმის უარყოფაც არ მინდა რომ წლებთან ერთად მაინც ჩვენი ყოფა ასე თუ ისე გასწავლის ადამიანების გამოცნობას მაგრამ კიდევ უნდა რომ ზედმეტად თუ გაუტვიე თავმართულებით არა მე უფალი გვაჩვენებს რომ ესე არ არის როგორც ჩვენ გონია მეორე მომენტიც არის რომელი განკითხვია განეკითხე და ანუ რომ განეკითხავ ადამიანს მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენ არ ხედავ მის დაფარულ დადებით თვისებებს და მე შენ შეზღუდულობას უზენაესი რაღაცნაირად გიჩვენებს აი ამ კუთხით არის ის მომენტიც გიორგი რომ პირადად მე აი მრევს ეუბნები ხოლმე და ცხოვრება მაჩვენა რომ ეს არის რაღაცნაირად აქსიომასავით ყველაზე დიდი დარტყმა ხშირად ოჯახის წევრიდან მოდის ყველაზე ახლობლიდან და მასაც უნდა გაუძლო უფალი აუცილებლად დაუშვებს ხოჭე თუ შეიძლება რომ აი ეს როგორ გამოსავალი თუ არსებობს ამის მე მგონია რომ ეს ისეთი შეუძლებელი ტკივილია რომ არა შეუძლებელი არ არის მე ვიტყოდი რომ უფალი სხვადასხვა მხრიდან გამოგცდის და სხვადასხვა მხრიდან დარტყმას მოგვაყენებს გამოცდილება რომ მიიღო ასე რომ ამას ვერაცდები ამ ტკივილს ეშე ამ მაგალითი შეიძლება გამოვიტანოთ აქედან მაგალითი რა უნდა გამოვიტანოთ ის რომ დიდი განსასწრების ტკივილის ადამიანების ხრა დარტყმის გარეშე ჩვენ სულიერ გამოცდილებას ვერ მივიღებთ მაინც ანუ ეს ყველაფერი გვაახლოვებს მაინც ღმერთს გვაახლოვებს ღმერთთან რა თქმა უნდა და აბა ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ
დახინებული ყოფით და სათბურის პირობებით ადამიანი ყველაზე მეტად განსაცდელის დროს ვითარდება და გაჭირვების ჟამს, როცა იწყებს ბრძოლას და 12 მოციქულიდან ერთი იუდა იყო არა, ასე რომ კიდევ მეორე ცხოვრება სხვადასხვა კუთხიდან დაგარტყავს და ეს იქნება უფლის დაშვებით. ვერაცდები ამას. პირდაპირ უნდა ითქვას. მეცაც გეტყვით, აი სულიერი თვალსაზრისით, რაც უფრო სიღრმეში შედიხარ, ბრძოლები უფრო და უფრო მატულობს და განსასწრებელი. ესეც დაწერილი თუ დაუწერილი კანონია. ასე რომ ძალიან მრავალწახნაგოვანია ეს ჩვენი ყოფა. მაგრამ ერთ რამაზე მინდა ყურადღება გამომახვილო, რომ ჩვენ კიდევ ვერ წოდებით რა არის სულიერი ცხოვრების არსი. მაინც ერული გონება და ლოგიკა გვაქვს. წმინდა მამები და დიდი ქრისტიანი მოღვაწეები პირიქით დაფასებას გაურბოდნენ, ჩუმად აკეთებდნენ თავის საქმეს. აი წმინდა ნიკოლოზმა მაგალითად ცნობილია მისი ცხოვრებიდან გადაარჩინა ერთ-ერთი ოჯახი. ფარულად ხო ოქროსტო სავსე ტოპრაკები მიქონდა, რომ შეიძლება ზოგიერთმა არ იცის ოჯახი დიდ გაჭირვებაში ჩავარდა და 3 ქალიშვილი ყავდა. მამას და უნდა რომ მეძავად გაფრთხილებული ეს ქალიშვილები შემოსავლები ქონოდა და წმინდა ნიკოლოზი მიდიოდა ხოლმე ღამით ჩუმად და გადაუგდებდა ხოლმე ოქროსთის სავსე კისას. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გააკეთა. და ამას აკეთებდა ჩუმად. ბოლოს დაუდარაჯდა ეს კაცი და მესამედ რო გააკეთა და გაეკიდა და დაინახა ვინც იყო. მაგრამ როგორ ადამიანი მოწყობილ რაღაცას რო გააკეთებ, არა? ერთი სული გახშირად აი სხვამ რო გაიგოს რა. შეიძლება პირდაპირ არ თქვა, მაგრამ ისე მოხერხებით მაინც ხას გაუსვავ შენ გაკეთებულ კარგ საქმეს. და დიდი წმინდა მამები პირიქით იქცეოდნენ. ის კი არა რა არის სალოსობის ფენომენი. მამა გაბრიელი რას აკეთებდა? პატივისცემას რო შეამჩნევდა სხვას და იწყებდნენ ხაზგასმას თუ რა დიდი ადამიანი იყოს, ეგრევე ისეთ რაღაცას მოიმოქმედებდა, რომ საკუთარ ავტორიტეტს დასცემდა. აი ხა შეადარეთ ეს ლოგიკა და ჩვენი აზროვნება. ხა პირდაპირ უნდა გითხრათ გიორგი, რომ ერთი არის რომ იცი და მეორეა რომ უკვე გონება ესე გეცვლება, რომ აი ამ მართლებით მიდიხარ. რაღაც მომენტში ეს ძალიან დიდი ეტაპია. პირდაპირ გეტყვით, რომ იცით როგორი რთული გადასატანია, რომ ხვდები რაღაც მომენტში შენი საუბარი თუნდაც პათეტიკა ყოფილა და უფალსისი არენდობი როგორც საჭიროა. ეჩუგებარე მართლა არსებობს თუ არა ის სამყარო. აი წინა 10 წუთის წინ თქვი, რომ უფლის წყალობა მოდის უფლის ღმერთის მოყვარულებთან, მაგრამ ბევრს გიყვავს კი ჩვენ ღმერთი? გუზე ხელი დავიდოთ. და ეგეთ რა შეასაქმე. და იქ სიღრმეში რო შედიხარ, ხვდები როგორი არანაობა ხარ. თურმე შენი რწმენა, შენი გადაგება ეს პათეტიკა ყოფილა და იმის მიღმა ძალიან შეზღუდული არსება ხარ. ხო და რაზე მომახვილებ ყურადღებას, რომ იმაზე მინდა აქცენტი გავაკეთო. არ გაფასებენ. მაგრამ უფალი დაგაფასებს, მაგრამ ვიშინაგნებთ კი ამას. არა მაინც ბობოქრობთ, მაინც გწყინს, მაინც ეს როგორ ხდება, რომ არ ხედავენ, არ გვაფასებენ, წინ არ გვწევენ ვიღაცები შენზე უფრო გაუნათლებლები, შეზღუდულები, ისინი პორიჟე გრიმიტობენ ცხოვრებაში და ხო ხდებით, ანუ აი შეიძლება წარმოიდგინო. არა, ის სხვა თემაა, ხო ხდებით ანუ რაზა.
მიხდით მამა, აი შეიძლება სახში წარმოვიდგინე, აი როგორია, რომ ადამიანი შეიძლება ყველაფერს იკლებდეს, მიდიოდეს, რაღაცას აკეთებდეს და მოვიდეს ადამიანი და შენ საერთოდ რაც გააკეთე, ჩემთვის არაფერი არ ხარ და არაფერი არ არის. ანუ ეს გულისხმეტა დღეს არის სახში, ხო ხდებით? ანუ მე თანამდებობაზე კი არ მომხ ეხლა რომ ვიღაცა ტელევიზიის დირექტორად დამნიშნონ მე რაღაც, ხო ხდებით ანუ რას ვამბობ? ესმის კი, ესეც მესმის. პიროვნული ძალიან ცუდი სახში რომ მიდიხართ მამაო, თქვენ და თქვენი შვილი რო გეუბნებათ, შენ რა მამა ხარ და არ მიყვარ ხარ და რაღაც, ხო საწყენი იქნება, ხო ხდებით მამაო? გულისკენაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ყველა ეს ხა რაც უნდა ილაპარაკოთ მამაო, მოფერება, ყველა სჭირდება 2019 წელი, არავის არ ჭირდება ისო ვიღაცა ლანწრონ და შენ არააუბა ხარ და გვემაში ხავდით, ხო ხდებით მამაო? მესმის გიორგი, უბრალოდ რას ვიტყვი რომ რაც თქვი აი ეს რაღაც ის რო აკეთე. არა, სტიმული გვინდა, რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ რო ვერ ხედავს ადამიანი ჯდება მე ვერც ფრენზე და მიდის სხვაგან და სხვაგან ემსახურება ვიღაცას, იმიტომ რომ იქ ბევრად უფრო მეტ სტიმულს ხედავს ვიღაცა უცხოელში სიტყვაზე, ვიდრე აქ თავის შვილში. ხო ხდებით მამაო? დაიცალა საქართველო. მესმის შემოგარგო, ძალიან კარგად მესმის, ეს უმადურობაც, იცი სადღაც იქითკენაც მიმყავს საუბარი. არ მოხდეს რომ ისინი გავამართლო და მუთხარო. არა, ეს დიდი პრობლემაა სხვათა შორის, იმიტომ რომ აი თანამედროვე ადამიანის შეზღუდულობა ამაშია ზღვრამდება, რომ უმადურობით გამოირჩევა. იმდენად შეზღუდული აზროვნება აქვს და მეხსიერება აქვს, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ივიწყებს და თუ რაღაცა აწყენინებ, თქვათ, ისე ვიძახი, იმას ხას გადაუსვამს და საერთოდ აღარაფერი აღარ ახსოვს. ასე რომ ეს დიდი პრობლემაა, გეთანხმებით, შვილების მხრიდან, ახლობლების მხრიდან და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა თქვა, რომ ჩვენ არ გამოგვიჩენია უმადურობა, რომ დავფიქრდეთ. მე მახსოვს ერთ-ერთ სასულიეროების ვაკრიტიკებდი. გამეკითხავდი და ამ დროს დავიწყე ესოს ლოცვა. და უცებ რა მოხდა, იცით, გონებაში ამომიტივტივდა ბევრი რამ ის კარგი, რომელიც მაშინ ერისკაცი ვიყავ, სასულიეროების გონდა ჩემთვის გაკეთებული და რა შეგრძნება მქონდა, იცით, რომ აი უფალმა დაუშვა იმ ჩემი მწირი ლოცვის გამო, რომ გაიხსენებინე, რომ არც ეგრეა საქმე. მართალია იმაზე გაბრაზებული ხარ და აკრიკიდებ, შეიძლება სამართლიანად, მაგრამ აი ამ დროს ბევრი კარგი გახსენდება, რაც იმას გაუკეთებია. იგივე ოჯახის წევრთან მიმართებით ხანდახან ბოდიში რომ დაახურენ თავზე ყველაფერს, დედას, მამას და ასე შემდეგ, არა, იმ მომენტში არა ის სულ სხვა არსებაც წარმოგიდგება და ის შენთვის გათენებული ღამეები შრომა ჩადებული შენ აღზრდაში, დახარჯული ფული, ძალიან ბევრი რაღაცა, არა, იმ მომენტში კრება და გავიწყდება და ისეთ სიტყვები შეიძლება უთხრა, რომ მე შენ თვითონ ნანობ. არ ვიცი, რამდენი გასაგებად ლაპარაკობ, გეთანხმებით, რომ უმადურობის პრობლემა წამოვიდა. რომ კლავს ადამიანს ფაქტიურად. გეთანხმებით და თანამედროვე ადამიანის შეზღუდულობა ამაშია ჟღანდება, მაგრამ ყველაფერს შეიძლება სხვადასხვა კუთხით შევხედოთ, კიდევ მეორებ რა. იმას რომ რითაც დავიწყე, რომ უფალი დაუშვებს იმას, რომ უმადურებასაც აუცილებლად დაინახავ და გული გეთკინება. დაუშვებს იმასაც, რომ თუ ფართო შეხედავ ამ საკითხს, შენ უმადურებასაც გაიხსენებ. ასე რომ ძალიან ბევრი ნიუანსია ამ ცხოვრებაში. მაგრამ ისევ ვიტყვი იმას, რომ სამწუხაროდ ბევრჯერ გვეთკინება გული აი უმადურობიდან გამომდინარე და დღეს ეს ჩვენი სატარებელი ჯვარია. დიახ. ისეთ მომავალ რაღაცა საქართველოს როგორი ქვეყანა, იცით, აი ბიძაშვილების ქვეყანა რო არის. შენ რო გეკუთვნის, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი არის და მირჩევნია და მოდი რა იმას დავაჯერ რა თქვენ ადგილას. აი ეგეთი რაღაცა და ეს არის გულსადგენი, მამაო, იმიტომ რომ არ არის ლამაზი რა, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ რომ მაგარი სამართლიანი და მაგარი ქვეყანა ვართ, ვისაც ეკუთვნის, ხო, იმისი უნდა იყოს ის და მაშინ თქვათ რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვერ ვართ, იმიტომ რომ ვისაც მართლმადიდებლობა, რასაც ხადაგებს რომ ვისაც რაღაც თავისი მისი უნდა კონდეს, ხო? ეგრე არ არის რა. ესეთი რაღაცაა და სამწუხაროდ ჩვენ ეგრე ვართ რა, რომ აი შეიძლება თქვენ კაი მოძღვარი ხართ, მაგრამ
აი ჩემი ბიძაშვილი არის და მოდი რა იმასთან წავალ, იმიტომ რომ ან იმას მივცემ, იმას რაც თქვენ გეკუთვნით. აი ამ შემთხვევაში მამო ეს ხო ყველაზე დიდი უსამართლობაა, სადაც შეიძლება ეწელოს სამართალი, ხო? აი აქ როგორ უნდა შევხედოთ, მამო, უამრავი ადამიანი იჩაგრება, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ შეიძლება მე სულიერად შეიძლება ჩემ გულში ვიფიქრო, რომ მე ამის ღირსი არ ვარ და მეტის ღირსი ვარ და რაღაცა. ეს ჩემი პირადი სულის ტკივილის და სულიერობის საკითხია, მაგრამ ის როცა რაღაცა სადღაც იჩაგრები ესე ესაგებია. დიახ, ესე იმათ რა ქვია. ხო, უამრავი ადამიანი ამის გამო დეპრესიაში, სახლში, მამაო, თავს იკრავს და წევს, იმიტომ რომ ვიღაცა მისწავლა, ვიღაცა პროფესორია, ვიღაცა მასწავლებელია და ის რომ ვიღაცა სკოლის დირექტორს თავის მამიდაშვილი ყავს, ან დიშვილი დასასაქმებელი, ის ადგილას ის მუშაობს. აი ესეთი რაღაცა ეს 1000 ადგილასაც ისევე როგორც შეიძლება იყოს ეკლესიაში, ხო? რამდენიც გინდა სიტყვაზე. ყველგან არის ეს პრობლემა რა. ანუ ჩვენ არ ვმალავთ არაფერს და იმიტომაც მოსწონთ, ხო, ეს ყველაფერი იმას, ხო? დიახ. არც მაცხოვარმა დამალა, ხო, იუდას აქციელი, ხო, არის, ხო, ყველაფერი, ხო? ხო და ანუ აი ამ შემთხვევაში მამაო, რატო თქვენც ხო ქონიათ სიტყვაზე გულისწყეთა, რომ სიტყვა სადღაც თქვენ ხართ საჭირო რომელიღაცა ადგილას, მაგრამ თქვენ არ დაუძახიათ თქვენთვის, მაგრამ დიახ. თქვენ რო გაზარდეთ ვიღაცა რომელმაც არც იცის არაფერი, იცით თქვენ კარგად, ხო? ის დაუნიშნიათ იმ ადგილას და მორჩენილა, ხო? აი ამ გულისწყეთაზე ვამბობ, თორე ვინმე ამას კი არ ამადლის. მესმის გიორგი ძალიან კარგად მესმის ეხლა რასაც თქვენ ლაპარაკობთ. უბრალოდ ეხლა ჩემი დაკვირვებით ეს ნეპოტიზმია რა საქართველოში. ერთ-ერთი რაც გულპავს არის ეს. სული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს ნაცნობობით და მეგობრობით ჩაწყობა. და ეს მართლა ძალიან დამანგრევლად მოქმედებს ქვეყანას სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მეორე პრობლემა რა არის კიდევ? ადრე მეგონა ხოლმე იცით, აი ეს კაცი წინ წავიდა, კარიერა გაიკეთა, მაღლა ავიდა იერარქიულ კიბეზე და რას ფიქრობდი იცით, თურმე როგორი ჭკვიანი ყოფილა მიზანსრაფული გიცენების ყოფა ქონია და მე რას მივხვდი იცი რომ ბევრი მათგანი რაღაც ძალა შეეკრა. აი საბჭოთა პერიოდში ძალიან მარტივად ჩანდა. შეხვიდოდი კომუნისტურ პარტიაში და კარიერას გაიკეთებდი. ანუ საკუთარ ჩაუშვებდი ღუზას. ეს პრინციპი ახაც მოქმედებს, პირდაპირ უნდა ითქვას. და ამას მივხვდი ცხოვრებაში. და განსაკუთრებით ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც არავის არ შეგვიძლია. მე მახსოვს ერთ-ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ ძალიან გამოცდილია ამ ცხოვრებისეულ პერიპეტიებში, რომ რა შეადარა, იცით, ფეხბურთის გუნდს. ნალი აკომპლექტებს, არა, ესე აკომპლექტებენო და გამონაკლისი არ არის მეთქი ვკითხე, კი, ხა თუ ძალიან გამორჩეული ფიგურა ხარ, მაგალითად, რა იყო ფეხბურთში მარადონაო, არა, მაშინ გამონაკლისის სახით უშვებენო. ეხლა საითკენ მიყავს მე საუბარი, რომ სამწუხაროდ საქართველო არის ეს ქვეყანა, ძალიან ტენდენციური, სუბიექტური, ქაჯურის ზეიმის, ამ მეგობრობის, ნათესაობის და ასე შემდეგ. და ამიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად, კიდევ ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად. მაგრამ აი ერთს გეტყვით, გიორგი, პირადად ეს ჩემთვის არის დამდაბლების სკოლაც, მართალია გითხრათ. ეს ამოდიოდა წმინდა აი ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან. ხედვიდან, ბევრჯერ დაუმდაბლები ვარ უფალს აი ამის გამო და მე მადლობელი ვარ. მქონია რა თქმა უნდა ის ფიქრები, რომ აი მას ძალიან კარგად ვიცნობ, შეიძლება მე თვითონაც მისწავლები ამისთვის რაღაცები. ვიცი რომ შეიძლება მასზე უკეთ გამოვიდე, ვიმსჯელო, ეგეთ რა შეასაქმე, მაგრამ ის არის მაინც წამოწეული. მაგრამ კიდევ რა ქრისტიანული კუთხით რო შევხედოთ, არა, ჩემი დამდაბლებისთვის ეს მჭირდება. და ერთს ვიტყვი. დიახ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც არ უნდა იყოს nepotizmi, რაც არ უნდა ვიღაც ძალას თუ შეეკრებიან ისინი, ასე ვთქვათ, იყვნენ წინ და მიხალდეთ პარადი. თუ შენ სწორად ცხოვრობ ქრისტიანულად, რომც არავინ არ ყავდეს, აუცილებლად ადრე თუ გვიან უფალი გზას გაგიკვალავს. ვიღაცა შეხვდება. ქუჩაში შეხვდება ვიღაცა. ხელს გამოგიწვდის. სადმე სულიად უცხო, ასე ვთქვათ, მოგეხმარება. ყველაფერი ხო ზემოდან რეგულირდება. მე ესე ვიტყოდი. მაგრამ იმის შეგნება რო არა გაქვს შენ რომ აი უფალს ემსახურო, ძალიან დიდ პატრონს კარგავ და ცხოვრება ჩაივლის. აი ის კანონები მგლური გადაგქელავს. მაგრამ აი ამ ქვეყანაშიც, საქართველოშიც პატრონიც რომ არ ყავდეს, შენ თუ უფლისთვის სწორად ცხოვრობ, ვიღაც პატრონი აუცილებლად გამოჩნდება და ამას ღმერთი დაუშვებს. შეიძლება დრო დაჭირდეს დიდი მოთმინება, მაგრამ ობლისკვერი ცხოვრ და ამბობენ რომ კარგადაც გამოცხოვო და ნუ ადრე თუ კი არა გამოცხოვო. და სხვათა შორის რა არის, იცით რომ აი ამ დიდხანს გამოცხოვასაც თავისი დიდი ხიბლი აქვს. მე მოყვარს ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან მაგალითი. აი რომ მოვედი ტაძარში 5 წელი უბრალოდ ვიდექი ტაძარში. აი მე უკვე დავიწყე მე დავითნეობაზე ფიქრი, სტიხაროსნობაზე. 20 წელზე მეტი მივდიოდი რომ მღვდელი გამختارიყავი. ძალიან გამიჯანჭდა უფალმა ეს ყველაფერი, მაგრამ სხვანაირად დავაფასე. გაიგეთ რა შეესახა. ეხლა ეგრევე რომ უცებ უშვებენ ხოლმე საკურთხეველში. ჩემთვის ეს მიუღებელია, თუმცა სხვას რომ ვაკრიტიკებ, მე თვითონ გამეკეთებია იგივე. მაგრამ თლიანობაში მივხვდით ყველაფერი ამისა მიუღებელია ჩემთვის. ასე რომ როდესაც ძნელად გეძლევა, იმას სხვანაირად აფასებ. როდესაც უპატრონო ხარ და უფალი გპატრონობს, ამას კიდე თავისი დიდი ხიბლი და დატვირთვა აქვს. მაგრამ ყველაფერი მაინც იქამდე მიდის, რომ ღმერთი არის ჩვენი პატრონი. და როცა იმდენად ჩლონგი ხარ, რომ ამ პატრონს არ ემსახურები და იმ წესებს არ იცავს, ცხოვრება მიდის გვერდზე. საბოლოო ჯამში არ შედგება ხოლმე. ღმერთი მაინც არ დაგტოვებს და თუ შეიძლება კიდე რამე რო ისეთი ვთქი, ისეთი კაი პასუხები მითხარით, რომ რა ვიცი, აი მეც ქონია ხოლმე შემთხვევა, მაგრამ რაღაცას ადამიანი ფიქრობ, რომ აი ყოველთვის გაფიქრებენ ეს ბოროტი, რომ აი ვინ არის ამის დამნახველი, ვირა და უცბად აი საერთოდ არაფრისგან ვიღაცა გამოვა და აუ ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ რაღაცა და უცბად რაღაცა გიხარებ, მზე ამოდის თითქოს. აი ამ შემთხვევაში აი ანუ აი ნუგეში, ანუ სადღაც შეიძლება დაგიბნელდეს, სადღაც არ იყოს ხო სიბნელი და გაგითენდეს, ხო კაცმა არის საიდანოა ნუგეში, იმიტომ რომ მთელი შენი ცხოვრებაც იმიტომ გეჭიდავა ბოროტი, რომ აი სასოწარკვეთას მიეცე და ყველაფერი დაკარგო და არაფერი არ გააკეთო. და ვინ წააგებს ბოლოს რო გადახედავ შენ ცხოვრებას, ხო? ისევე შენ. აი ეს მომენტი მამაო თუ შეიძლება რომ აი ეს როგორ უნდა გავითავისოთ ჩვენ, რომ შეიძლება დღეს შენ გააკეთო რაღაც და ამის დამნახველი აქ არც უნდა ყავდეს. მაგრამ შენზე სიტყვა საბოლოოს მაინც უფალი ამბობს, ხო? და აი ამ სამართალს ყოველთვის მიიღებ, ხო? და უფრო კაი არის სიტყვაზე ძალიან ცუდია რომ აქ შეიძლება ადამიანები ან ვიღაცა ვერ ხედავს, ან ვერ ფასდები, მაგრამ იქ დაფასდები, სადაც ყველაფერი ყველაზე დიდი ფასი სადაც ექნება შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანი ვერასდროს ვერ დაგიფასებს ისე როგორც ღმერთი დაგიფასებს, ხო? აი ეს შემთხვევა მამაო ძალიან რთული მისაღები იცით რატო არის, რომ ჩვენ ყველაფერს ასაც ვაკეთებთ, მაინც არ გვაქვს გათავისებული სულიერად და რაღაცა ზეცისკენ. მაინც გვაქვს გათავისებული, იმიტომ რომ აიც კაი არის რა შვილს როსდი და იქვე რომ უყურებ იმ შვილში იმას, რომ აი რაც გაზარდე, იქ ხედავ ყველაფერს რა. სამწუხაროდ ასეა თუ ისე ადამიანი ეგოისტია და უნდა რომ დაინახოს თავის შრომის შედეგი, როგორც რაღაცას რომ დარგავ, ხო? არ გინდა 20 წლის მერე, ხო? გინდა რომ სიტყვაზე ხვალე ამოვიდეს ის და იხეირო, ხო? ამით ადამიანია მამაო და ვერ გამხსნებ ამას.
არ შეიძლება რომ სიტყვაზე ღმერთისგანაც წამოვიდე, შენი შვილისგანაც, მამისგანაც, ყველასგან წამოვიდეს ის ნუგეში მადლობელი იყოს, ის სხვა ხალისით აკეთეთ, მე ყველაფერს გახარებული ხარ რა. იცით რა არის? აი ქრისტიანული კუთხით საერთოდ მოძღვრები ქებას ერიდებიან. დიახ. პირდაპირ უნდა ითქვას. ისეთი მკაცრი მიმართულებით. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აი ადამიანი დეპრესიაშია, როცა სასწავლებლება ებრძვის, არა, პირიქით, იქ უნდა შეახო. ფსიქოლოგიური გამართული მიდგომაც რა არის, როცა არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, ის უნდა წინ წამოუწიო, რაც დადებითი აქვს, რა გამარჯვებებიც მოუპოვებია ცხოვრებაში, ანუ ეს ადამიანისთან ურთიერთობა ეს არის მთელი ხელოვნება, იქ სწორხაზოვნად არ შეიძლება წასვლა. პირიქით, ზოგჯერ იმ ხელოვნებაში უნდა მისცე. ისე გაუბრალო რაღაცეები. ასე რომ ეს არის ხელოვნების ხელოვნება, მე ესე ვიტყოდი. და თუ გამოცდილი მოძღვარი ფსიქოლოგი ამას აკეთებს, ეხლა წარმოიდგინეთ უფალთან როგორი ხელოვნების კიდე ხელოვნება. ჩვენ ცხოვრებაზე დაკვირვება რას მიუთითებს, აი რაც აღნიშნეთ, რომ აი ხანდახან ყურებ ჩამოყრილი ხარ ამ გარშემოყოლების უმადურობის მისგან აღშფოთებული ხარ და ვიღაცა გამოჩნდება. ჩვენ სასულიერო პირებსაც არ გვაქვს ეს ბრძოლები, აი ამდენჯერ ყოფილიყარ ხანდახან მიფიქრია, რომ აი გულახდილად რო ვთქვა, რომ აი მაინც აი რა აზრი აქვს ჩემულობას. ვინმეს ვეხმარები კი. ყურები ჩამომიყრია. და უცებ აი გამოჩაი დღეს ქონდა მაგალითად ესეთ შემთხვევა ჩვენი ერთ-ერთი მრევლი მიყვება, რომ ვიღაც პატარა ბიჭი მოვიდა შენთან და დედამ გთხოვ და რაღაც დაარიგეო და სულ არ მახსოვს რა მართალია გითხრა და ნუ იმ დარიგების შემდეგ ძალიან შეიცვალა მისი ცხოვრებაო და მადლობისა თქვენ. აი მომენტში არა მართლა გავიღიმე უკვე. გძნობ რომ აი ზედმეტი რო იყო ჩემი იცით აი უარყოფა საკუთარი თავის. სადღაც წავიდა. მაგრამ ადამიანი ისე მოწყობილი გიორგი რომ მეორე მხრივ იცი რაღაცნაირად გინდა არ გინდა შენ თვითონაც თავხედები ხოლმე შეიძლება ქებას რო ხარ შეჩვეული არა უნებურად მოინდომო სხვებისგან ამ ქების მიღება გაიგერა შეასაქმე ესე ძალიან ვერაგი მომენტია რა ყველა შეიძლება ეს დაემართოს და აბა დაემართება რაღაც სიტუაციებში რაღაცა გააკეთე და აბა ელი ახლა გამოძახილს რატო არ მაქებენ რატო არ ახდენენ რეაგირებას ასე რომ ისეთი დახვეწილი ფსიქოლოგიური ნიუანსებია და უფალი ამ დროს თავის ადგილას გაჯენს გამდაბლებს იქიდან არ მოდისკება საიდანაც მოელოდი ეგრე შეასაქმე ასე რომ სულ ბევრი ფსიქოლოგიური ნიუანსი სულიერი ენაცვლება ერთმანეთს და აი ამ საერთო ქვაბში დიდი სიბრძნე და განჯა გმართებს რომ დაინახო უფლის დაშვების სიბრძნე უფალი უშვებს იმასაც რომ შენ არ დაგაფასონ შენი მოკლე ადამიანური ჭკურით შეიძლება ობიექტურადაც ძალიან სწორი ხარ მაგრამ უშვებ იმასაც რომ როდესაც გულგატეხილი ხარ და ხასუსავ საკუთარ თავს და არაფრად აღარ მიგაჩნია შენი მოღვაწეობა და ცხოვრება იქ ვიღაცა გამოჩნდება რომელიც 1-2 სიტყვით რამდენიმე წინადადებით ისევ გიბრუნებს იმ ასე ვთქვათ ხალის და გაძლევს სტიმულს რომ ისევ იღვაწო. დიახ, მამო, მე იცით რატომ ამბობ, რომ ადამიანს ქებაზე და იმაზე კი აღარ აქვს უკვე რეაქცია, ის ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რაღაცას წერენ ხოლმე, რაღაცას მე ქება კი არ უნდათ. უბრალოდ რომ იმის შემდეგ რაღაცა კარგს რო გაუკეთებენ სხვას, არ ლანძღონ. ქებაც აღარ უნდათ. საერთოდ არაფერი არ უთხრა. უბრალოდ აი არც დაუნახონ თუნდა ეგეც აღარ უნდათ. უბრალოდ აი ვიღაი ნებისმიერ რო აიღო სიტყვას დიასახლისი მთელი სახში რაღაცას წვალობს. შეიძლება ვიღაცა სამსახურიდან მოვიდეს კომფორტულად და უთხრა შენ ას მიკეთებ მაგერ უსაქმურად ხარ და მთელი დღე ხო ხდებით. ადამიანს სტიმულს უკლავენ იმისა რომ ასაგებია. ხვალინდელი დღე
ხო ხდებით ისე გაუჩენდეს, რომ იგივე საქმე გააკეთოს სიხარულით. აი რა უნდა ორ სიტყვას, რომ შეაშველო ადამიანს, რომ შენ კარგი ხარ და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის რა. ესეც სხვათა შორის, აი რომ დავიწყე მე საუბარი რომ მრავალარიანი ჩინებული მცირედ რჩეული. პირადად მე ფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი ამით არ გამოირჩევა. ანუ ჯერეთი შორიანია. დიახ. და მე არ აქვს ნიჭი, უნარი დაინახოს სხვისი სიკარგე. და ამაზე გაამახვილოს ყურადღება. მე მგონია, რომ ეს ყველაფერთან ერთად დიდ პიროვნული თვისებაცაა, რომელიც ბევრს არ გააჩნია. აი მართლა დასაფასებელია, მართლა შესაძლებელია და შეიძლება 20-დან 2 ან 3 გააკეთოს ეს. აი ეს 18 არის ჩუმა, 17. არ ვიცი რამდენი გასაგებად ვაბო, პირადად შემიმჩნევია ეს. შემიმჩნევია და აი გულახდილად რო გითხრათ რა, ეხლა უამრავი ნაკლები მაგ და რას დრო გადის უფრო და უფრო არ მოვწევს ჩემი თავი, მაგრამ ჩემი თავის პატივცემო მომატებია, როდესაც პირადად მე აი დამიფასებია სხვისი კარგი. შემიქია და ხაზი გამისმია, იცით, რაღაცნაირად აი იმის ფონზე, როდესაც ძალიან ბევრ ნაკლოვანას ხედავ, თითქოს წინ წამოწეულა ჩემი მე და საკუთარი თავისთვის დამიფასებია ეს აქციელი და გული გამწყდომია, რომ ბევრთან აი ეს არ შეინიშნება. ასე რომ კარგად მესმის თქვენი და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა საქართველო ამ მიმართულებითაც წლებთან ერთად უფრო და უფრო ცუდად იჩენს თავს. დიახ, დიდი მადლობა მომო ისეთი ლამაზი საუბრისათვის და აი კიდე მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას რომ აი მაიზამაიც საქართველოში სადაც ესეთი ადამიანები მე არ ვიცი ესეთი ლამაზი და ესეთი კაი ხალხი მართლა ესეთი გონიერი ადამიანები თუ სადმე არიან კიდე მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ხო ვამბობთ რომ ჩვენთან მაგარი გონიერი და ჭკვიანი ხალხი ვარ და აი სადღაც რომელიღაც ქვეყნებში სადაც არ არიან ესეთი გონიერი ხალხი იქ უფრო არ უჭირთ სხვისი აღიარება ვიდრე აქ არ გაპატიებენ არც ნიჭს არც კაი ადამიანობას კაი უნდა გადაქოლონ ანუ შეიძლება ძალიან ცუდი იყო ძალიან ცუდად იქცეოდე ძალიან ცუდი რაღაცები აკეთო და პირიქით არ გაპატიონ კერეკ პირიქით ზენით შეაგიყვანო აი ამ შემთხვევაში აი რატო არ პატიობენ რატო უჭირთ საქართველოში ერთმანეთის აღიარება აღიარე რა ხა ვაღიარო სიტყვაზე მამადავითი რომ მოვიდა ძალიან მაგარია ვაღიარო რა თქვა აი რატო გვიჭირს ჩვენ ეს მომენტი რომ მეორე და მეტი რა უნდა რომ აღიარე რა შედალოცვილო ეს მეტი აი არაფერი არ უნდა ადამიანს მამაო რა უნდა უბრალოდ უნდა უთხრა რომ შენ ადამიანი ხარ ძაღლი არ ხარ გაღიარებ რომ ადამიანი ხარ და ვიღაცა ის არ ხარ ღვთისშვილი ხარ აი გვიჭირს ხო ამდენი პროცენტი ვარ თუ ქრისტიანები რავი რამდენი ადამიანი მარხულობს ეხლა მაგრამ გვიჭირს სხვისი კარგის და სხვა რო კარგია იმის აღიარება აი ესეთი ანუ ბოღმას არ ვიტყვი კიდე არ ვიცი რა ბძოლა ქვია ამას ბოდიში ვიხდით რომ აი ამით დავასრულოთ თუ შეიძლება აი ბოლო ის გეხვეწები ფართოდ რომ აი როგორ გავაკეთოთ ისე რომ ვაღიაროთ სხვა ადამიანს როგორ გაგვიჭირდა უი ეგ ადვილი არ არის რეალობა რა არის რომ ძალიან ბევრს უჭირს ხო და გავანალიზოთ რატო გვიჭირს ცნობილი ფაქტია რომ აი აქ ქართველები ერთმანეთს ჭამთ რა და აი როცა მიდი საზღვარგარეთ მთელი შემთხვევაში ეს დადებითია იმიტომ რომ გაქანების საშუალება ეძლევა ქართველის ნიჭს იმ ფონზე და აქ პირიქით ციხლავენ ის კი არა მეც გეტყვით ნეპოტიზმი ვახსენე და კიდე რაღაცა ძალებთან შეკვრა ჩვენი უბედურება რაში მდგომარეობს ქვეყნის რომ მოაზროვნე განათლებული გამოცდილი არ ჭირდებათ იმიტომ რომ ეხლა ვინც ამის ქმნის ბევრ სფეროში არა იმისთვის კონკურენტი ხარ ამიტომ ჩაგაჩოჩებს ხო და ის კი არის კარგად თავის ადგილზე მოჯერილი მაგრამ
მაგრამ ქვეყანა იღუპება რა. იცი რომ აი ხშირად მithქვამს ხოლმე ხე კი არ უნდა თქვა აი თქვენზე ძალიან აი ადამიანო მართლა არავინ არ მიყვარს აი აქ ვინც დაიბადეთ საქართველოში ჩემს არ აქვს მნიშვნელობა რომელი აი ძალიან მიყვარხართ მაგრამ ხან ფიქრობ ხოლმე ვიღაც უცხოელი რომ მოდის ხოლმე თუ ჩვენთან ყველაზე კაი ხალხი თქვენ ხარ და რაღაცა აი რასაზომი ძომავენ მეც მინდა რომ დავინახო რომ აი ყველაზე კარგი ადამიანები ჩვენ ვართ იმიტომ რომ აი ვინც გამორჩეული ხალხი არის ისეთი აი პოლიტიკოსები ან ვიღაც ისინი ვინც სიტყვაზე მართავენ აი არავის არ აქვს იმის სიკარგე და სიკეთე რაც შეიძლება რომ ღმერთს მოეწონოს ხო? სულ ყველა რაღაცა ხალხს ატყუებს, ყველა ხალხის გაუბედურებაზე ცხოვრობს და ასე შემდეგ და აი რასაზომი ძომა ვერან მეთქი ხან ფიქრობ საიდან მოდის ეს ჩვენ რო კარგება თუ ჩვენები თქო. ხან აი შეთქვით მოდის და შენ აი რაღაც გულახდილად გეუნებ. ზედაპირულად ჯელობენ და მე ეხლა აი ეს თვალთმოქცობა რა არ შეგინიშნავ თქვენ უცხოელს გადაყვებიან და საკუთარი დიახ ოჯახის წევრი შეიძლება შეერიხავდეს. ხო, ეს გაჯობა კიდე ერთი ქართული, არა? და ეხლა შენ ამას მოუყურებ ამ ყოფას, ეხლა მოხარშულს იცნობ ხო ამ შემგვერდი ყოველ ქართველებს, როგორც ოჯახის წევრს იცნობ ძალიან კარგად, არა? ასე რომ უმწყველთან პრიმიტიული ის მიდის. მე იმ უმწყველთან შეიძლება რაღაც გამორჩენის მომენტია, რომ იმაში კარგა მე წაიყვანს პატივსცემან ფულსაჩუქებს, აი ისეთი როგორ გითხრათ შებერტყილი არსება ადამიანი რომ უამრავ რაღაცას ედება და მე სიღრმეში რომ მიდიხარ და ანალიზებ ქცევას და ღიმილს და ასე და ასე შემდეგ იქ კარგუნებაზე არ დგები. ძალიან დიდი მადლობა მომო ყველაფერი იმისათვის რაც თქვენ ისაუბრეთ აი უდიდეს პატივს გცემ და დიდი მადლობა რომ თქვენ იყავით ჩემი სტუმარი ოიც ვიამაყებ იმით რომ გიცნობთ თქვენ და იმ სასულიერო პირებს ვინც ჩვენთან მობრძანდებიან ეს გადაცემა კიდე სამშაბათს დილას 11-ის ნახევრისათვის განმეორდება და ძალიანაც მიხარია ხვალ დილასაც განმეორდება დილით მე მგონი 7-ის ნახევარზე თუ 6-ის ნახევარზე ზუსტად არ ვიცი მე გახდით გიორგი დარასელია შეგიძლიათ ესეთი გვერდი მოიწონოთ ფონდი ერთობა უდიდესი მადლობა ვინც ჩემს გვერდით გეხართ ვინც თუნდაც ერთი სიტყვით მახსენებთ ხოლმე ხანდახან მიხსენებთ რაღაცა ძალიან გთხოვთ რომ კიდე მომიხსენოთ რაღაცა იქნებ ყველაფერი კარგად წავიდეს და მადლობას გიხდით რომ ხართ იმისათვის რომ აი მარტო არ ვარ და ამდენი ადამიანი მყევხართ გვერდში და მაგრამ მე იმედებით არ უნდა მოხდეს ხოლმე ყოველთვის ვიცი რომ თქვენ ჩემს გვერდით ხართ და ყველაზე ძალიან მიხარია ის და ყოველ არ ვსარყვრი ხოლმე ფარხმას იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ იქნებით ჩემს გვერდით და იმ მოძღვრებს რა თქმა უნდა ვინც აქ სტუმრობენ იქითა კვირას აუცილებლად 2 საათი გვექნება დავიწყებთ საღამოს 9:30-ს მამა დოროთე გვეყოლება ყურაშვილი და ძალიან საინტერესო თემით დაგებრუნდებით კიდევ ერთხელ მე გახდით გიორგი დარასელია ჩემი სტუმარი გახდათ მამა დავით ციცქიშვილი რომელსაც ძალიან საინტერესო და ლამაზად ისაუბრა და თქვენ ბედნიერებას გისურვებთ ყველა პატიმარს ყველა იმ ადამიანს ვინც უცხოეთში ხართ ხვალ ლამაზი დღე გენახოთ და ყველაფერი კარგად გქონოდეთ. კარგად ზანდებოდეთ დროებით გემშვიდობები და დიდი მადლობა იმისათვის რომ ეს 1 საათი გვისმენთ.